50 მილიონი ღირებულების 200 კილოგრამი ჰეროინის საქმეზე ბრალდებულს აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. თბილისის საქალაქო სასამართლოში გამართულ პროცესზე ბრალდების მხარემ სწორედ პატიმრობის შუამდგომობა დააყენა. ირანის მოქალაქეს პროკურატურამ ბრალი განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების და ფსიქოტროპული ნივთიერების უკანონო შეძენისა და შენახვის, ასევე საქართველოში შემოტანის ფაქტზე წარუდგინა. მაკალაშხია ჩაგვერთვება ახლა თემის დეტალებით პირდაპირ ეთერში. მაკაგისმენთ. 36 წლის ირანის მოქალაქემ, რომელიც აქამდე დუმილის უფლებას იყენებდა, დღეს სასამართლოს ხდომათა დარბაზში ისაუბრა დეტალებზე, თუ როგორ მოხდა ტვირთი საქართველოში მისი განმარტებით ის არის მსხვერპლი და მას არ ჰქონდა ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, თუ რა ტვირთი გადმოჰქონდა მას ტრანზიტულად. რაც შეეხება მის პოზიციას, ის ამბობს, რომ ის არის ერთ-ერთი კომპანიის მიერ დაქირავებული მძღოლი, შესაბამისად მას როგორც მძღოლს არ ჰქონდა უფლება ტვირთის შემოწმების და შესაბამისად ის წარდგენილ ბრალში თავს დამნაშავედ არ მიიჩნევს. დღეს მისმა უფლებადამცველმა მოითხოვა მისი აღკვეთის ღონისძიების გარეშე დატოვება და აღნიშნა ის, რომ ის ითანამშრომლებს გამოძიებასთან და გამოძიების დასრულებამდე იქნება საქართველოში. შესაბამისად მიაწვდის ყველა გამოძიებისთვის მნიშვნელოვან ინფორმაციას, ვინ არის სატვირთო ავტომობილის მფლობელი და ასევე თუ საიდან გადმოჰქონდა მას ტვირთი. ამ პოზიციას არ დაეთანხმა პროკურატურა. მან დღეს სასამართლოს ხდომათა დარბაზში მოითხოვა აღკვეთის უმაღლესი ზომის შეფარდება, გამომდინარე იქიდან, რომ არსებობდა მტკიცებულებათა განადგურების და ასევე მიმალვის საფრთხე. დღეს პროკურორმა აღნიშნა, რომ ის იყო უცხო ქვეყნის მოქალაქე და შესაბამისად იყო შესაძლებელი, რომ მას დაეტოვებინა საქართველოს ტერიტორია, ხოლო რაც შეეხება პოზიციას, რომელმაც დღეს ხდომათა დარბაზში, რომელზეც ბრალდებულმა ისაუბრა, პროკურორმა აღნიშნა, რომ აღნიშნული გახდება მოკვლევის საგანი. ასევე გამოძიების ინფორმაციით ტვირთი საქართველოში შემოვიდა აზერბაიჯანიდან წითელი ხიდის გავლით და საქართველოდან ის უკვე ბულგარეთში უნდა გადაეტანათ. ის ფაქტობრივი გარემოება, რომ ჩემი დასქვეშ ყოფნა იცოდა, რომ სატვირთო ავტომობილში შესაძლოა ყოფილიყო ნარკოტიკული საშუალება, ბრალდების მხარე ვერ წარმოადგინა. როგორც თავად ბრალდებულმა პროცესზე გააჟღერა, ის არის დაქირავებული მძღოლი, რომელმაც ობიექტურად არ შეიძლება რომ სცოდნოდა, რომ სატვირთოში იმყოფებოდა ნარკოტიკული საშუალება, ვინაიდან ეს სატვირთო ავტომობილი ეკუთვნის სხვა პიროვნებას, ეს ტვირთი იყო სხვა პიროვნების და კომპანიის, შესაბამისად მან არანაირი ინფორმაცია არ იცოდა ამის შესახებ. ჩვენ მოვითხოვეთ, რომ მის მიმართ არ ყოფილიყო გამოყენებული აღკვეთი ღონისძიების არც ერთი სახე, ის თანამშრომლობს გამოძიებასთან. დაახლოებით 200 კილოგრამი ნივთიერება შენიღბული იყო ვაცალ ტომარაში და მოთავსებული იყო სხვა ტომრებში. ეს ტვირთი დოკუმენტურად გინდებოდა, რომ როგორც შემოვიდა, როგორც თევზის საკვები. დღევანდელ სასამართლოს ხდომაზე სასამართლომ დააკმაყოფილა ბრალდების მხარის შუამდგომობა. მან გაიზიარა ის არგუმენტები, რომ ბრალდებულთან მიმართებაში არსებობდა როგორც მიმავლის საფრთხე, მოსაპოვებელი მტკიცებულებების განადგურების საფრთხე და ახალი დანაშაულის ჩადენის საფრთხე და ბრალდების აღკვეთის ღონისძიების სახით შეეფარდა პატიმრობა. ირანის მოქალაქეს ბრალი 3 მუხლით აქვს წარდგენილი, ეს არის 260 მუხლი, რაც დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შეძენა შენახვას გულისხმობს. მას ასევე ედავებიან დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების საქართველოში შემოტანას და ასევე მესამე მუხლი, რითაც მას ედავებიან, ეს არის ფსიქოტროპული საშუალების, დიდი ოდენობით ფსიქოტროპული საშუალების შემოტანა საქართველოში. აღნიშნული მუხლები 15-დან 20 წლამდე უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. საქმეზე წინა სასამართლოს ხდომა კი 20 ნოემბერს ჩაინიშნა. მადლობა მაკალაშხია საუბრობდა პირდაპირ ეთერში.